მინდა წარმოგიდგინოთ კომპანია დიოს დამფუძნებელი ქალბატონი ირმა დაუშვილი, რომელიც დღევანდელი ჩვენი გამოშვების სტუმარია. მოგესალმებით ქალბატონო ირმა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ და მოკლედ დავიწყოთ ამ შემთხვევაში, ნეგატივი ცოტახანი გვერდზე გადავდოთ, რასაც ქვია პანდემია, დავიწყოთ კომპანიაზე საუბარი ამ შემთხვევაში, როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, ამ შემთხვევაში რამდენად ახორციელებს თქვენს დასახულ გეგმებს, ვიცი რომ ძალიან ბევრი გეგმა გაქვთ ამ შემთხვევაში და როგორც წესი ბაზარს ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებსაც თავაზობთ. ძირითადად როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები და პანდემიამ ხომ არ შეცვალა დღის წესრიგი გარკვეულწილად. მადლობთ სანდრო, რომ მომეცით საშუალება ვილაპარაკოთ ჩვენ კომპანიის გეგმებზე. ვიტყვი რომ ჩვენი კომპანია უკვე 25 წელი არის ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად ვცდილობთ რომ განვითარდეთ სიახლეები, შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს და წელანდელი წელი კი უჩვეულო იყო. ნამდვილად წელი დაიწყო სრულიად უჩვეულო პანდემიის პირობებში მუშაობით და მინდა ვთქვა რომ თავდაპირველად რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩვენ მაინც შევძველით ამ ჩვენ გამოცდილებით, ჩვენი გამოცდილი გუნდის მეშვეობით და ჩვენი ერთგული მომხმარებლის მეშვეობით გაგვეგრძელებინა მაისიდან უკვე ჩვეული რითმით და ტემპით მუშაობა, თუმცა მანამდეც არ შეგვიწყვეტია, ჩვენ მხოლოდ 10 დღე შევჩერდით მაქსიმალურად და დავისახეთ მიზნად, რომ მაინც მიგვეღწია იმ ჩვენი მიზნებისთვის და გაგვეხორციელებინა, რაც ჰქონდა დასახული 2020-ისთვის, ეს იყო გავხსენით ახალი საწარმო როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, დავიწყეთ ახალი პროდუქციის, ახალი პერგოლას ჩვენ შემოქონდა საქართველოს ბაზარზე, მაგრამ ახლა დავიწყეთ უკვე ქართული წარმოება, საქართველოში ამის წარმოება, ეს საწარმო გვაქვს ქუთაისში. ამით ვფიქრობთ, რომ იმ რეგიონსაც ვეხმარებით და ვზდით ამ რეგიონის მნიშვნელობას, რომ ყველაფერი არ იყოს აკუმულირებული ქალაქში, თბილისში. და ასევე თბილისში გავხსენით მეორე საწარმოს, სადაც უფრო გავაფართოვებთ ალუმინის კარფანჯრების წარმოება და კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს და ვფიქრობთ, რომ შევფერხებლით შევძლებთ ამის განხორციელებას. რაცა ჩვენ კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენი მომხმარებელი არ შეფერხდა და არ შეშინდა და ვფიქრობთ, რომ შეძლეს მათაც თავიანთი დაწყებული პროექტების მიყვანა ჩვენთან ერთად და ეს გვიამაყება და გვიხარია და ვფიქრობთ, რომ წევანდელი წელიც არ იქნება უფრო ცუდი ვიდრე შარშან ჰქონდა. თუმცა მიუხედავად პანდემიისა, რა თქმა უნდა ჩვენ გეგმავდით წელს სადღაც 15%-იან ზრდას შარშანდელთან შედარებით. შეიძლება ეს ზრდა ესეთი ვერ მივიღოთ, მაგრამ რეალურად ის რომ თუ ჩვენ შარშანდელ ნიშნულთან ახლოს ვიქნებით თუნდაც 90%-ით, ამასაც ჩავთვლით ძალიან დიდ მიღწევად და წარმატებად. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ხდება გუნდის ძალიან დიდი მონდომების საშუალებით და მართლაც გამოჩნდა ის, რომ აი ესეთ პერიოდში უკვე მომხმარებელიც ნამდვილად ირჩევს უფრო სანდო კომპანიას, რომელსაც ენდობა და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მომხმარებელი უკვე 25 წელია გვენდობა. და ეს ყველაფერი ამართლებს, ასე ვთქვათ, ასეთ რთულ პერიოდში. მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, კომპანიას ერთი დღე არ გაუჩერებია მუშაობა რეალურად პანდემიის პერიოდში. ძალიან კარგია. სიახლეებზეც მინდა გკითხოთ რეალობაში, თქვენ ძალიან იგივე რეგიონში ათვისება, ცალკეული ლოკაციების იგივე ქუთაისში, ქარხნების მშენებლობა და ასე შემდეგ. რეალურად ეს ყველაფერი რა, ესე ვთქვათ, კონტრიბუციასთან არის დაკავშირებული, ეს ერთი და მეორე ამ შემთხვევაში, მიმდინარე წლის დახურვას აპირებს თუ არა დამატებითი სიახლეებით და უკვე 2021-ში რა გეგმები გაქვთ? 2021-ში ვფიქრობთ, რომ უფრო გავაფართოვოთ კიდე წარმოება შუშების მიმართულებით და ისეთი პროდუქტების მიმართულებით, რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის ჩვენს პროდუქციას. გეგმავთ კოლექციის განახლებას იგივე ფარდებში და ისეთი პროდუქციის წინ წამოწევას, რომელიც უფრო მეტ კომფორტზეა ორიენტირებული, ეს იქნება
ავტოფარეხის კარებები დისტანციური მართვით, აქ უკვე შემოვიტანთ სექციურ კარებებს, კიდევ უფრო გავაფართოვებთ ამ წარმოებას და დავამატებთ უფრო სხვადასხვა სახის ტენტების მიმართულებით გავსდით უფრო კოლექციას და აი ესეთი მიმართულებით ვიმუშავებთ ალბათ მომავალში. ძალიან საინტერესოა ნამდვილად. თუმცა, ნებისმიერი ხა წარმატებული კომპანიისთვის, აუცილებელია სასიცოცხლო მნიშვნელოვანია ბაზრის კონიუნქტურაც ჯანსაღად განვითარდეს. თუმცა, ბოლო პერიოდში ხა ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში ცალკეულად სექტორალურად არც თუ მაინც და მაინც ახარბიელო სიტუაციაა. შესაბამისად, მე მინდა გკითხოთ უკვე გარემოზე, ეკოსისტემაზე, ბიზნეს გარემოზე, რას პანდემიის პერიოდში მივიღეთ და ფორმირდა სამწუხაროდ საქართველოში, ეს ყველაფერი რამდენად ცვლის კომპანიის დღის წესრიგს და ეხლა ბოლო პერიოდში იგივე საკრედიტო საგარანტიო სქემა, გარკვეულწილად რესტრუქტურიზაცია საბანკო ვალდებულებების გარკვეული საშეღავათო პოლიტიკები რაც გატარდა ერთის მხრივ როგორც საფინანსო სექტორისგან, ასევე ხელისუფლების მხრიდან, რამდენად არის საშეღავათო ნაბიჯები ბიზნესისთვის. უშუალოდ თქვენი გადმოსახედიდან როგორ აფასებთ ამ ყველაფერს? მე ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი კარგი კვედითი ნაბიჯი გადაიდგა ბიზნესის შეღავათის თვალსაზრისით, მაგალითად ჩვენ ვართ აწარმოე საქართველოს ბენეფიციარები და ამ მიმართულებით სახელმწიფომ გააგრძელა ერთწლიანი კიდე დაფინანსება 2 წლის ნაცვლად ახლა იძლევა 3 წელს და ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ასევე სხვადასხვა შეღავათები როგორიც იყო მაგალითად საშემოსავლო გადასახადი გარკვეულ თანხაზე და ასევე დღეს ახლა გაჟღერებული ამ დაბრუნების რეფორმა, თუმცა აქ ცოტა უფრო მეტი ბენეფიტი იქნება იმ კომპანიებისთვის, რომელსაც ხშირად ზედმეტობაში რჩება ესეთი თანხა. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ახლა ვაწარმოებთ, ძალიან მინიმალურად არის ხოლმე ეს განსხვავება, შეიძლება ამან ისეთი ეფექტი უშუალოდ ჩვენზე ვერ მოიტანოს, მაგრამ ალბათ ბევრ სხვა კომპანიას საკმაოდ დაეხმარება იმისთვის, რომ მისი ნაღდი ფულის ბრუნვის შემთხვევაში მას არ კონდეს გასაჭირი ხელფასების გაცემის და ასე შემდეგ თუ დაუტოვებენ ამ დღეს მაჩვენებელს თავიანთ ანგარიშზე. ასე რომ ბევრი ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ დაეხმაროს, თუმცა ვფიქრობ, რომ არის კიდევ ბევრი გასაკეთებელი უფრო იმ სექტორებისთვის, რომლებთაც ძალიან გაუჭირდათ, ეს არის ტურიზმი და უფრო მეტი არის სამუშაო ამ მიმართულებით, ისე რომ ამ კომპანიებმაც მიიღონ რაღაც ბენეფიტი, აგერ მოდის ზამთრის ტურისტული სეზონი და არავინ არ იცის შარშან იყო იმედი, რომ ზამთრის სეზონისთვის მაინც გამოსწორდებოდა სიტუაცია და თუ ზაფხულში ვერ შეძლებდნენ. ზაფხულში ხელშეწყობა მოხდა ადგილობრივ ტურიზმზე, ხო, ადგილობრივი დამსვენებლები ჩვენ დავიწყეთ უფრო მაგალითად უფრო გაპიარება საკუთარი შიდა ტურიზმის და ეს მნიშვნელოვანია და იგივე იქნება ალბათ ახლა ზამთარშიც გასაკეთებელი, თუმცა რა გამოიწვია ამან ნახეთ თქვენ რომ შემდგომ ზუსტად ამის შედეგად ბათუმიდან წამოვიდა ეს მეორე ტალღა, ამიტომ ეს არის ძალიან მოსაფიქრებელი, ძალიან კარგი. ისე თქვენ აბსოლუტურად სწორს ბრძანებთ, მე გეთანხმებით ნამდვილად, რა იქნება თქვენი ძირეული რეკომენდაცია თან მithumetes იმ ფონზე, რომ სახელმწიფო პროექტის ბენეფიციარიც ბრძანდებით, აწარმოე საქართველოში ზე მაქვს საუბარი. აწარმოე საქართველოში ხა ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებულია ამ პანდემიურ, ასე ვთქვათ, ციებ-ცხელების პროცესში, მithumetes იგივე საკრედიტო საგარანტიო სქემაში აქტიურად არიან ჩართულები, საბანკო სექტორია რეალურად აქტიურად ჩართული ამ ყველაფერში. აი, თქვენი ძირეული რეკომენდაცია რა იქნება? ახლა თქვენ აქცენტი ტურიზმზე გააკეთეთ, მაგრამ დახმარება სხვა მიმართულებსაც ცხადია ტურიზმთან ერთად ჭირდებათ. აი, თქვენი რეკომენდაცია იქნებოდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ამ ჭრილში. რა დამატებითი ნაბიჯებია გადასადგმელი? ასევე ხომ არ პასიურობს საბანკო სექტორიც და აი რეალურად სიმძიმის წერტილი აქ სადგადის. რამდენად კარგი პარტნიორი აღმოჩნდა ამ ძნელბედობის ჯამს საბანკო სექტორი ბიზნესისთვის. საბანკო სექტორიც თავისებურად ბიზნესია, ხო? ამიტომ ასეთი მოთხოვნა მხოლოდ ერთი ინსტიტუციისგან, რომ მან გაიღოს და გააკეთოს შეღავათები, ცოტა არასწორი მგონია დათვლების და გამოთვლების საკმაოდ დაზარალდა, ასე ვთქვათ, საბანკო სექტორიც იმ ხრივ, რომ ძალიან ბევრ კომპანია გახდა არალიკვიდური. მოდი, ვიტყვით იმას, რომ ისინი დღესვე ალბათ არავის
არ აღჭობენ, ასე ვთქვათ, მიდის ალბათ მოლაპარაკებები, გადადებები, გახანგრძლივებები, სადღაც შეღავათის გაწევად ალბათ მიმდინარეობს ეს მუშაობა, მე ყოველ შემთხვევაში იმედს ვიტოვებ. ამიტომ ცალსახად ეს საუბარი, რომ აი საბანკო სექტორიდან წამოვიდეს შეღავათები, ალბათ ეს არის ერთიან ჭრილში განსახილვები, სახელმწიფო ბანკი და თვითონ ბიზნესი ერთად უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდაზე და მოიძებნოს ის საშუალო ოქროშუალედი, რომელიც საშუალებას მისცემს საბანკო სექტორსაც აქტიურად კრედიტულარიანობის და სხვა სექტორებსაც განვითარების. უბრალოდ აქ შეიძლება ცოტა შეღავათები გაკეთდეს კიდე ქონების გადასახადზე. ეხლა ტურიზმს გაეწია შეღავათი, ხომ? ქონების გადასახადისგან წელს ასწავლები 4 თვით გადავად და ქონების და საშემოსავლო გადასახადი. ქონება საერთოდ წელს ესე ვთქვათ შეუჩერდა და აი შეიძლება და მსგავსი ქმედებები სხვა კომპანიებთანაც სხვა სექტორებშიც განხორციელებულიყო და ვფიქრობ რომ ახლა საუბარია მე მგონი აგრძელებენ იმ საშემოსავლოს გადახდის შეღავათს, იმიტომ რომ ეცით რა აქ მაინც ჯაჭვია მე არ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტი რითი შეივსება და ამიტომ ისეთი შუალედი უნდა იყოს მოძებნილი, შეიძლება იყოს შემცირება, შეიძლება იყოს გადავადება, შეიძლება იყოს ალბათ გადავადების და გადანაწილების თემა უფრო მისაღები იქნებოდა ყველა მხრისთვის, იმიტომ რომ თქვათ თუ საშემოსავლო გადასახადი, საპენსიო გადასახადთან ერთად უკვე სადღაც არ შემიშავს, მაგრამ მე მგონი 24%-მდე გამოდის. 24%-მდე. 4%, ну კიდე სახელმწიფო ამატებს 2%, ხომ რეალურად 26%-ია უკვე საშემოსავლო გადასახადი. აი აქ შეიძლებოდა ამ პროცენტებზე საუბარი, ამ პროცენტის შემცირებაზე, გონივრულ შემცირებაზე და არა გაუქმებაზე, იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში ახლა გაუქმებაც, ახლა მოდი სახელმწიფოს მხრიდან შევხედოთ, მე ჩვენ ხო სახელმწიფოს ვთხოვთ იგივე რაღაც პროგრამების და თუნდაც აწარმოებს საქართველოსგან მაშინ სესხზე მიდის სახელმწიფო და ეს დაუმთავრებელი სესხების აღებაც ხომ ჩვენი გადასახდელია სამომავლოდ, ამიტომ მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია ყოფილიყო ბიზნესსა და საბანკო სექტორსა და მთავრობას შორის და უფრო მეტი ციფრებით საუბარი ყოფილიყო ვიდრე ემოციები. უფრო კონკრეტიკა რეალურად, რომელსაც ყველა ვითხოვთ. რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არის და მე მაინც მინდა უკვე დაუბრუნდეთ კომპანიის ჭრილში საუბარს, ჩვენი საუბრის ბოლოს. ფაქტიურად იმ ასპექტმა, რომ თქვათ იგივე ქარხნები ამოქმედეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ამან იმპორტის წილიც შეამცირა, ხო, თქვენ შემთხვევაში საგრძნობლად. თუ რა თქმა უნდა, ჩვენთან ჯერჯერობით იმპორტის წილი საკმაოდ დიდია, თუმცა ასეთი ნელა-ნელა ნაბიჯებით სვლა ქართულ წარმოებისკენ იძლევა საშუალებას, რომ პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მეტი მომხმარებლისთვის და უფრო მეტი გაყიდვები შევძლოთ ჩვენ და კარგი იქნება აი მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენმა კომპანიებმა უნდა ჩვენი სახის კომპანიებმა და ჩვენც ალბათ ვიმუშავებთ ამაზე, უნდა ბევრი ვიფიქროთ ექსპორტზე. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას ეს გასაჭირი აქვს ზუსტად როდემდე ვიქნებით სულ იმის მოლოდინში, ჩვენთან ჩაიდება დიდი ინვესტიციები და ამით მოხდება, ვთქვათ, ბიზნესის გაუმჯობესება, წინსვლა და ლარის კურსის გასწორება. ჩვენ თუ არ ვიფიქრეთ ექსპორტზეც, ექსპორტის გაზრდაზე, რომ ბალანსი იმპორტსა და ექსპორტს შორის რაღაცნაირად მოხდეს უფრო უკეთესი მაჩვენებლისკენ. ნუ ამ გადმოსახედიდან ჯერჯერობით ძალიან, მაგრამ იმედია მივალთ პოზიციას. იცით როგორ არის ყველაფერი დამოკიდებულია როგორ ვიფიქრებთ ჩვენ. დღეს გლობალიზაცია და უკვე აი ესეთი სულ სხვა სიტუაცია იყო 25 წლის წინ, როცა მე ბიზნეს ვიწყებდით, ჩვენი კომპანია არსდებოდა და ნაბიჯებს დგამდა. მაშინ ნამდვილად იყო ჩვენთვის წარმოუდგენელი, შეიძლებოდა თუ არა ჩვენი პროდუქცია გასულიყო ექსპორტზე. თუმცა ესე ვიცით რომ ქართული ღვინო, ბორჯომი და ასე შემდეგ პირდაპირ თავიდანვე გამიზნული იყო საექსპორტოდ. მაგრამ ეხა აჩვენა უკვე განვითარებამ, რომ ნებისმიერი პროდუქცია შეიძლება მსოფლიოს ერთ კუთხეში შეიქმნას და ვრცელდებოდეს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, იმიტომ რომ განვითარდა ლოჯისტიკა, განვითარდა გლობალიზაცია, ინტერნეტით წვდომა მეტია, ფულადი გადარიცხვები არ ჭირს.
ფაქტიურად საზღვრები აღარ არის ასე თუ მიუდგებით და ამიტომ გვაკლია ჩვენ რა, გვაკლია მე ვფიქრობ განათლება და ფიქრი ამ მიმართულებით, რომ ჩვენ შეგვიძლია საექსპორტო პროდუქციის შექმნა ნებისმიერ სექტორში და არა მარტო სოფლის მეურნეობაში. მე ძალიან ვაფასებ და პატივს ვცემ თქვენს რეკომენდაციებს, რაც გააჟღერეთ ამ ეთერში. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ტრადიციულად საინტერესო საუბრისთვის, გისურვოთ წარმატებები და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი სტუმარი კიდევ არაერთხელ იქნებით. დიდი მადლობა, რომ მომეცით საშუალება გამეზიარებინეთ ჩემი მოსაზრება. ძალიან გიმადლობა თქვენ, წარმატებები ასევე ჩვენ მსმენელს შევახსენებ კომპანია დიოს დამფუძნებელი ქალბატონი ირმა დაუშვილი პასუხობდა გადაცემამ კაპიტალის კითხვებს.